მოგესალმებით, სალომე უგულავა, აბულა. მე ასევე მეც გიცნობთ. მე მინდა გითხოთ ვანო მერაბიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის თემაზე. თუ შეიძლება დავაზუსტებ რატომ გეკითხებით. თქვენ თქვით რომ არ იცით რა კითხვები არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და მე გეტყვით ერთ-ერთს შეგახსენებთ, ეს ეხება ვიდეო ჩანაწერების თემას. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გვითხრა საშუალო ახსნების სამინისტრომ რომ თურმე 24 საათში ნადგურდება ეს ფირები. მაშინ როდესაც მანამდე ბატონმა სოზარ სუბარმა მათ შორის ჩვენ ტელეკომპანიას უთხრა რომ 10 დღის განმავლობაში ინახება ეს ფირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასევე საუბრობდნენ იმაზე რომ სპეციალური პროცედურები უნდა იქნას დაცული მათ ამოსაღებად და დღეს გავიგეთ რომ თურმე როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ ამის შესახებ ეს ფირები არ არსებობდა და მეთანხმებით ეს არის ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი რომელიც არსებობს არა მხოლოდ ოპოზიციაში როგორც თქვენ ამბობთ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ დასვეს მხოლოდ კითხვები ასევე ომბუდსმენმა სახალხო დამცველმა საპარატის წარმომადგენლებმა სხვებმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა მათ შორის თქვენმა მომხრეებმა როდესაც არსებობს ესეთი ეჭვები რატომ არ იწყება გამოძიება და ხომ არ არის ეს იმ ეჭვის საფუძველი რომ ოთარ ფარცხალაძე არ მოქმედებდა დამოუკიდებლად და რაიმე პოლიტიკური კვალი არსებობს რომელსაც უფრო მაღლა მივყავართ. შეიძლება რაღაც გითხოთ. ცხადია. თქვენ რამდენი წელია ჟურნალისტად მუშაობთ? 4-ზე მეტი. 4 წელი. 23 წლის ვარ თუ გაინტერესებთ. მე ერთ ისტორიას მოგიყვება და შემდეგ შეგეკითხები თუ შეიძლება. 4 წელია მუშაობთ ჟურნალისტიკაში. დიახ. ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენჯერ გსმენიათ გატაცებების წამების მკვლელობების შესახებ და რამდენჯერ დაგისვამთ ეს შეკითხვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციხიდან შესაძლო გატაცების შესახებ არასოდეს. გატაცებაზე არ გატაცება და რაღაცა. ვინ უნდა გაგვიტაცოს, რატომ უნდა გაგვიტაცოს მაერბიშვილი? რა გასაცებელი ეგ არის, მაგრამ თქვენ რამდენჯერ დაგისვამთ შეკითხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ადამიანების წამებაზე, ტანჯვაზე, მკვლელობებზე, გატაცებებზე? მე ბევრ თემაზე მიმუშავია, მათ შორის ის პრობლემები. ხოჭებს გეტყვით რომ თქვენ გაგიცანით პირველად ეს იყო პირველი პრესკონფერენცია ბატონ მიზნეევანიშვილის ჩემს გვერდით იჯექი და მაშინ მითხრათ რომ ჟურნალისტი იყავით, მაგრამ შემდეგ უკვე როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, მე შეხვედრა მქონდა სტუდენტებთან და იქ შემხვდა სალომე. და მე ვიკითხე რომ თქვენ ჟურნალისტი იყავით და როგორ მოხდით სტუდენტებთან. მარტივად აგიხსნით, მაგისტრატურის სტუდენტი ვარ ილიას უნივერსიტეტმა დაბადი. არ გეწყინოთ ესე გეუბნებით, რომ ყველგან იყავით. ვაზუსტებ. ჟურნალისტიც იყავით, სტუდენტიც იყავით, სპორტსმენებთან ვიყავით, იქაც იყავით. ახერხებ ბევრ ამას ერთად. კარგია. კარგით, რაც შეეხება მერაბიშვილს მე არ ვიცი, მე უკვე გავაკეთე კომენტარები და მე აღარ მსურს ახლა იგივეზე ვისაუბრო არჩევ და გიძლიათ რომ იპასუხოთ. რატომ არ იწყება გამოძიება? რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს მე გითხარით რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს. ეს ვიდეო ჩანაწერები უკაცრავად გატო, ხო მარტივად დაადასტურებდა იყო თუ არა პროვოკაცია. მერაბიშვილთან შესული იყო ადვოკატი შაბათს, კვირას, ორშაბათს, მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს ეჭვებს რომ შესაძლოა მას ჰქონდა ინფორმაცია რომ კონკრეტულად მეშვიდე დაწესებულებაში ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ხდებოდა ხორციელდება მხოლოდ 20 საათის განმავლობაში. ადვოკატები შაბათ-კვირას ნამდვილად და აქედან შაბათ-კვირას იყვნენ. ამის არა, შაბათსა და კვირას მერაბიშვილის ადვოკატი იმყოფებოდა მასთან ციხეში. ის ამბობს რომ არ ყოფილა. ამის მტკიცებულება თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მიმართეთ სოზარ სუბარის უწყებას. და ასე რომ მე კითხვები არ მაქვს. თქვენ თუ გაქვთ, შეგიძლიათ ეს კითხვები გქონდეთ სამუდამოდ. ეს კითხვები თქვენი აზრით იმსახურებს თუ არა პასუხების გაცემას, რაც საზოგადოებაში არსებობს და გამოძიება რატომ არ იწყება? ამ კითხვებთან დაკავშირებით სუბარის უწყებამ მოკვლევა რაც არ არის გამოძიება. დამთავრებინით? დიახ. გენინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და მოკვლევის შედეგები გახადა ცნობილი საზოგადოებისთვის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოძიების ჩატარების და გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც გქონოდათ ეს შეკითხვები. თქვენ მიზეზი არასოდეს არ დაგეძლევთ. სპეკულირებას ხომ არ დავიწყებთ. თქვენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ასე რომ თქვენ ეს თქვენი უფლებაა რომ გქონდეთ კითხვები. დაიწყება გამოძიება. თქვენი უფლებაა რომ დასვათ კითხვები. ამაზე უკვე უპასუხა პრემიერმა. დიდი მადლობა ტელეკომპანია კავკასია